გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა დიალოგი, მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის. აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აიბ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი, აიბ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის, რომლის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სტუდიაში მოვიწვიეთ სტუმარი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი კოკა კიღურაძე. უღრმესი მადლობა ბატონ კოკა მობრძანებისთვის. ალბათ აქვე თავიდანვე დავიწყებ კითხვით, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია და რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერმა როგორც მოქალაქეებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და მე უფრო გამოჩნდება თანდათან რატო უნდა მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. პირველ რიგში ჩვენი კანონმდებლობაც და ის რა საერთაშორისო ხელშეკრულებებსაც ვართ ჩვენი მიერთებული როგორც სახელმწიფო, ეს გვეუბნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეების უფლება და ამავდროულად შესაძლებლობაც, რომ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეები მათ შორის. შესაბამისად, ამ პროცესში მოქმედებს ერთი ძალიან მარტივი პრინციპი, რომ არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე. ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენს შესახებ ადგილობრივი დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები, აქ ყველაფერში უნდა იყოს მოქალაქეები, ყველაფერში მონაწილეობენ და ზოგადად მონაწილეობის პრინციპი ეს არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი. შესაბამისად, როცა ვსაუბრობ დემოკრატიაზე, აქ ორი ძირითადი, ბევრი სხვადასხვა გამოვლინება აქვს დემოკრატიას, მაგრამ ორი ძირითადი ფორმა, ერთი ის, რომ არსებობს წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას გვაძლევს, რომ 4 წელიწადში ერთხელ მივიდეთ საარჩევნო უთებთან და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, ავირჩიოთ ადგილობრივი თვითმმართველობა და შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები იღებენ გადაწყვეტილებებს ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავდროულად არსებობს პირდაპირი დემოკრატიის ფორმები, რომელიც უძველეს დროში ჯერ კიდევ უძველეს საბერძნეთშიც აქტიურად გამოიყენებოდა, როცა მოქალაქეები პირდაპირ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რაღაც ერთგვარი ჰიბრიდული მოდელი, სადაც ჩვენ ასევე გვაქვს წარმომადგენლობითი ფორმები დემოკრატიის, სადაც ვირჩევთ ხელისუფლებას, მაგრამ ამავდროულად ეს მოქალაქეებს არ ათავისუფლებს ამ რაღაც ერთგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რომ მხოლოდ არჩევნებზე მისვლით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრაში. არამედ ისინი მონაწილეობენ ამ პროცესში არჩევნებს შორის პერიოდშიც და ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ მექანიზმებს, როგორ უნდა ჩაერთონ, როგორ უნდა მონაწილეობა მიიღონ მოქალაქეებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამავდროულად ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს მინიჭებული თავისუფლება, რომ გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმებისა, ასევე მოიფიქროს დამატებით ახალი ინოვაციური მოქალაქეებზე ორიენტირებული რაღაცა მექანიზმები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩაერთონ. შეიძლება კითხვას თქვენს დავასრულებთან დაკავშირებით. კი ბატონო. რატომ ეს ყველაფერი? აი მარტო იმიტომ, რომ დემოკრატიის ეს ფორმებია გათვალისწინებული და ეს უნდა გამოვიყენოთ. ანუ ეს მხოლოდ დემოკრატიის ხარისხისთვის არ კეთდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც აქედან იღებს ადგილობრივი ხელისუფლებაც და იღებს ჩვენი მოქალაქეებიც. ანუ მარტივად რომ ვთქვათ,
ადგილობრივი ხელისუფლება ამ ნაწილში, როცა მოქალაქეებთან ათანხმებს ამ გადაწყვეტილებას, ეს პირველ რიგში არის ძალიან ხშირ შემთხვევაში ეფექტურიც და ეფექტიანიც, ანუ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება მოქალაქეების მონაწილეობით, იმიტომ რომ რეალურად ორიენტირდება იმ საჭიროებებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ და სხვა შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ხშირად რაღაცა კაბინეტებიდან და მმართველობის რაღაცა ამ სტრუქტურებიდან იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებებს, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხშირად არ ასახავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. ამიტომ მონაწილეობის ინსტრუმენტები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რომ ორიენტირდნენ რეალურ პრობლემებზე და მოუგვარონ ადამიანებს ეს პრობლემები. პირველ რიგში ეს ამას იწვევს თავისთავად. მოქალაქეებისთვის რაც შეეხება, მოქალაქეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცდა კონდეთ, რომ ისინი ცხოვრობენ ქალაქში და ამ ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრაში მათი მონაწილეობა ამ ადამიანებს უჩენს განცდას, რომ ეს ქალაქი მათია. სხვა შემთხვევაში, როცა სხვა მოდის და გიგვარებს პრობლემას, ჯერ ერთი არც ვიცით ის იმ პრობლემას გვიგვარებს, რომელიც ჩვენ გვჭირს, ანუ კითხავინმე, ან ჩვენი მონაწილეობა ამ პროცესში როგორ იყო გარანტირებული. ყველა ამ შემთხვევაში, როცა მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის პირველ რიგში ის, რომ მათ უჩნდებათ ამ ქალაქის მიმართ საკუთრების განცდა, რომ ეს ქალაქი მათია და თვითმმართველობა სწორედ ამას იწვევს. თვითმმართველობა თვითონ არის უკვე მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ხელისუფლება ჩვენთან საქართველოში ძირითადად ორ დონეზეა განაწილებული, არის ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება. ძალიან მარტივადაც შეუძლია ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას გადაჭრას, მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობას იყენებს იმისთვის, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები მოქალაქეებმა საკუთარი პასუხისმგებლობით მოაგვარონ. და ეს ამ განცდას იწვევს, რომ ადამიანებს უჩნდებათ ასე ვთქვათ, ეს საკუთრების განცდა საკუთარი ქალაქის მიმართ და პრობლემები უფრო ეფექტიანად და ეფექტურად წყდება ხოლმე. აბსოლუტურად გეთანხმებით, თქვენ ახსენეთ კაბინეტებიდან გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ არის ეფექტური, ახსენეთ ძველი საბერძნეთი და თქვით ფრაზა არაფერი ჩვენს გარეშე, ეს მოქალაქეების ფრაზა უნდა იყოს და ეს ქალაქი მათია, ანუ ჩვენია, მაგრამ ასევე თქვით, რომ მოქალაქეები მონაწილეობენ თუ უნდა მონაწილეობდნენ, რამდენად იციან მათ თავიანთი უფლებების შესახებ, რამდენად არიან გააქტიურებულები, იმიტომ რომ კანონიც ამას ითვალისწინებს და ზოგადად სხვადასხვა მექანიზმებიც და რამდენად არის ეს მექანიზმი და მექანიზმები ამოქმედებული. ნამდვილად ეს აქტუალური კითხვაა, როცა საუბრობთ მოქალაქეთა მონაწილეობაზე. მოქალაქეთა მონაწილეობა საქართველოში მათ შორის იზომება კიდეც, რა ხარისხი გვაქვს ამ კუთხით. რა სახით? და ამას ზომავს ესეთი ინდექსი არსებობს, ეს არის LSG ინდექსი, რომელიც 2017 წლიდან მუშაობს საქართველოში და 64-ვე მუნიციპალიტეტში ზომავს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხს, სადღაც ჯამურად არის 100-ზე მეტი კრიტერიუმია, რომელიც გამჭვირვალობასაც ზომავს, ანგარიშვალდებულებასაც ზომავს და იდეაში ამ ორი მიმართულებით, ასევე დამატებით არის ციფრულ ფორმატში, როგორ არის ციფრულ სივრცეში მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი, მაგრამ ძირითადად ეს საკითხები არის, რომელსაც ეს ინდექსი ზომავს. ამ ინდექსის მიხედვით ჩვენი მუნიციპალიტეტების რაღაცა ჯამური მაჩვენებელი რომ ავიღოთ, 50%-ს არ აღემატება, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეს რაღაცა 40%-ია, სადღაც 28% არის საშუალოდ. ეს 28% გამოითვლება საიდან? ესე იგი, მონაწილეობის რა შესაძლებლობებსაც ქმნის კანონი მოქალაქეებისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს სრულდება, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში რეალიზდება, თქვენი შეკითხვა რაც დასვით, პრაქტიკაში როგორ რეალიზდება, პრაქტიკაში რეალიზდება სწორედ 26-28%-ის ფარგლებში, სადღაც მოქალაქეთა მონაწილეობის ჯამურის ანგარიშვალდებულებაც, გამჭვირვალობაც და ასე შემდეგ. ამის მიზეზები, ამას აქვს თავისი გამოწვეული მიზეზებიც, ხო, და ერთ-ერთი თქვენ უკვე ახსენეთ, რომ მოქალაქეებმა ხშირად არც იციან ამ ინსტრუმენტების არსებობის შესახებ, როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხშირად ეს მარტო მექანიზმების ცოდნაც არ არის საკმარისი. ანუ შეიძლება მე ვიცოდე მონაწილეობის ინსტრუმენტები, მაგრამ
ეს მონაწილეობის სურვილი, мотиваცია არ მქონდეს და არსებობს ასეთი ნაწილიც ადამიანების არის ადამიანები, რომლებსაც არიციან ინსტრუმენტების შესახებ, არის ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებსაც რაღაც ნაწილმა იციან, რომ რაღაცა უფლებები აქვთ, მაგრამ რა კონკრეტულად არიციან, თუმცა არსებობს ასევე ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ზუსტად იციან, რაც არის ეს ინსტრუმენტები, მაგალითად, პეტიციის შეტანის უფლება აქვთ საკრებულოში, აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ მაგალითად იგივე რაღაცა თემატურ მრჩეველთა საბჭოებში, აქვთ უფლება დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და საკრებულოს კომისიის სხდომებს იქ გააკეთონ თავისი მოსაზრებები წარადგინონ, ასე ვთქვათ. მათ შეუძლიათ ასევე მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების ანგარიშების, წლიური ანგარიშების წარდგენის პროცესში და შეაფასონ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეფასება მისცენ მუნიციპალიტეტის არჩეული თანამდებობის პირების საქმიანობას. მაგრამ ეს ცოდნა ხშირ შემთხვევაში არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში რეალიზდეს და ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის ის, რომ მოქალაქეები ვერ ხედავენ გადაწყვეტილების მიღების ამ ინსტრუმენტის გამოყენებით გავლენის მოხდენის ალბათობას. ანუ ეს ალბათობა, რომ აი რა შეიძლება ხა ჩემმა იქ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა, მან მაგალითად პეტიციის წარდგენამ და ასე შემდეგ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გადაწყვეტილებს, ანუ აზრი აქვს ჩემს მონაწილეობას ამ შემთხვევაში. ამოქმედებაა საჭირო მათ გააქტიურება მოხდეს. ეს არის სწორედ ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ აზრი მაგ შემთხვევაში აქვს, როცა მოქალაქეები რაღაცა კრიტიკული მასა ამას იაზრებს და მონაწილეობენ ამ პროცესში, მაგრამ ეხლა ცალკეული ერთეული ადამიანების მონაწილეობა რა თქმა უნდა ვერ შეცვლის, ამიტომ ამ გადაცემის მიზანით და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ცდილობს აქტიურად წლების განმავლობაში ცდილობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაც მათ შორის და ჩვენი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აქტიურად ცდილობს, რომ მოქალაქეებს სწორედ ეს განცდა შეუქმნას, რომ მათ მონაწილეობას აქვს აზრი ნამდვილად და ისინი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობით შეიძლება შეიცვალოს რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მათ შორის. აი აქ გვჭირდება რაღაცა ერთგვარი გარდატეხა, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ საიდან მოვდივართ, ჩვენ ვართ რაღაცა ერთგვარი პოსტსაბჭოთა საზოგადოება და ჩვენ გვინდა გადავლახოთ ეს მომენტი, რომელიც მათ შორის თუნდაც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში იყო გავრცელებული, თუნდაც თვითორგანიზების ფორმები ადამიანების იგივე 18-21 წლები გავიხსენოთ საქართველოს ისტორიაში, გაცილებით უფრო იყო მაგ პერიოდში ეს სისტემები კარგად გააზრებული ხელისუფლების მხრიდანაც მათ შორის და ჩვენ უკვე ისეთი სახელმწიფოდან მოვდივართ, რომელიც სახელმწიფოც მონაწილეობა არ იყო წახალისებული, იყო ესე ვთქვათ ინიციატივა დასჯადია ეს რაღაცა ცნობილი ფთიანი გამოთქმა, რაც მაშინ ხო ეს პრაქტიკაში ასე იყო, ამიტომ ჩვენი საზოგადოება თვლიდა, რომ ხელისუფლებას იმიტომ ვირჩევთ, თან ვირჩევთ ბრჭყალებში ალბათ ეს სიტყვა, ну რაც იყო. ვირჩევდით რაღაცა ხელისუფლებას და შემდეგ ეს ხელისუფლება თვითონ იყო უკვე პასუხისმგებელი და ამ შემთხვევაში დემოკრატიულ საზოგადოებაში პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ხელისუფლებას და ადგილობრივ ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის. ეს არის განსხვავება, ერთ-ერთი ბევრი განსხვავებათაგან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის პასუხისმგებლობა ვის ეკისრება დამდგარ კარგ შედეგებზეც და ცუდ შედეგებზეც მათ შორის, ხო? თუ ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლება აიღებს თავის თავზე, ეს არ არის დემოკრატიული პრინციპი, დემოკრატიული მართვა გულისხმობს პასუხისმგებლობის გადანაწილებას ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის და ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება სწორედ ამ მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების გამოყენებით. გასაგებია, ანუ მაინც მივედით იმ დასკვნამდე, რომ მოქალაქეები თვითონ უნდა გააქტიურდნენ
თქვითონ უნდა გქონდეთ სურვილი და მიუხედავად იმისა, დაიდება თუ არა დაუშვათ ერთ შემთხვევაში შედეგი, მათი მონაწილეობა და აქტიურობა არ უნდა იყოს პასიური სამომავლოდ. მაგრამ, როდესაც მექანიზმებზე გკითხეთ, ხომ არ შეიძლება კიდევ, იგივე ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ან თუ სხვა რაიმე მაგალითების მეშვეობით ვისწავლოთ. როგორ გავაქტიურდეთ? მე მესმის, თქვენ მოყავთ მაგალითები, ცუდიც, კარგიც, მაგრამ მოქალაქე ამას ისმენს და დამთავრდა. აი, როგორ გავაქტიურდეთ? რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის, ან რა უნდა გააკეთოს ვინმე ჭალებში? კი ბატონო. ხო, აქ ამ შემთხვევაში პასუხისგებლობის ვის ეკისრება პასუხისგებლობა, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი მართვაში არის შემცირებული, ხო? აქ არის ეს პასუხისგებლობა ორივე მხარეს არის, ანუ ხელისუფლების მხარესაც არის და მოქალაქეების მხარესაც. ანუ ხელისუფლების მხარეს რას გულისხმობ? ხელისუფლებამ აქტიურად უნდა ეცადოს, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება საკრებულოს სხდომებზე, ეს პროცესი გახადოს გამჭვირვალე. იმიტომ რომ მე თუ და შექმნას ერთგვარი სანდო გარემო, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის წახალისებული. რას გულისხმობს ეს ყველაფერი? მაგალითად, თუნდაც გააჩნდეს რაღაცა მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამები და უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მათ შორის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო რამდენიმე მუნიციპალიტეტში აქტიურად ნერგავს სწორედ ამ ინსტრუმენტებს, რომ მუნიციპალიტეტებს ეს გააჩნდეთ რა საბიუჯეტო პროგრამა, ანუ რითაც მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს. მაგალითად, გააკეთებს საინფორმაციო კამპანიებს, რომელიც მოუწოდებს, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს ამ სარგებელს ამ პროცესში, მათი მონაწილეობის და იგივე თუნდაც სხვადასხვა ჯგუფებს, რომელიც შედარებით ნაკლებად მონაწილეობენ, ყველაზე ნაკლებად თქვა, აი ახალგაზრდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესოს ხელისუფლებამ ამ ნაწილში. კი, რა თქმა უნდა, ამას მე იმედი მაქვს, ხო, შევეხებით ამ თემებსაც, რომ იგივე შეზღუდული შეძლების მქონე პირების სხვა ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესის მიღმა ყველაზე მეტად რჩებიან ხოლმე, ამ ადამიანებისთვის გახსნას ეს საჯარო მართლობის პროცესი და ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შესაბამისად ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს ეს პროცესი და იმიტომ რომ გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად, ეს თვითონ ამ ხელისუფლებას უქმნის, ასე ვთქვათ, კომფორტულ პირობებს, თუნდაც მოქალაქეებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ რომელიც პასუხობს, ანუ ის გამოწვევები, რომელიც მოქალაქეების წინაშე დგას, მონაწილეობის გარეშე ხშირად ხელისუფლებისთვის შეუძლებელია იმ ყველა პრობლემის ცოდნა, რომელიც თუნდაც ქალაქ ქუთაისში, სხვადასხვა უბნებში არის და საქართველოში ზოგადად მუნიციპალიტეტების ზომა საკმაოდ დიდია, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის საშუალო ევროპულ სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებითაც და ამიტომ ამ დიდ მუნიციპალიტეტში, გულისხმობ საშუალოდ ერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობს 50,000-ზე მეტი მოქალაქე, ეს უკვე იწვევს იმას, რომ ასე ვთქვათ, მონაწილეობის მაქსიმალურად მეტი ინსტრუმენტი გამოიყენოს ხელისუფლებამ, რომ გაიგოს ხალხის ადამიანების მოქალაქეების საჭიროებები და შესაბამისად ეს ცოდნა რომ რა ჭირდება მოქალაქეებს ხელისუფლებას აძლევს მერე უკვე პროგრამების გაუმჯობესების შესაძლებლობას, რომ უკეთესად უპასუხოს მოქალაქეთა საჭიროებებს და შესაბამისად ის უკეთესი პასუხი მათ საჭიროებებზე თუნდაც მათთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალია, შემდეგ იგივე არჩევნებში, ხო, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნები რო ტარდება, ისინი მუდმივად ფორმაში უნდა იყვნენ, რომ საზოგადოების კეთილგანწყობა შეინარჩუნონ, ხო, ეს პოლიტიკური კეთილგანწყობა შეინარჩუნონ. ამიტომ ხელისუფლების მათ შორის პირადი ინტერესიც კი, ან პოლიტიკური ინტერესიც არის რეალურად, რომ გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილებები იქნება ბევრად უფრო გააზრებული, ბევრად უფრო, თუ ვთქვათ, შედარებით ნაკლები დაჯდება ფინანსურად და ზუსტად უპასუხებს მოქალაქეების საჭიროებებს, გარდა ამისა პოლიტიკური ძალებია, ხო, იმ ხელისუფლებაშიც ახლა არაფერი დასამალი ამაში არ არის, პარტიები მონაწილეობენ, ხო, რა თქმა უნდა და პირიქით ესეც უნდა იყოს, ხო, ეს პროცესი უნდა გახსნილი იყოს პოლიტიკური დიალოგისთვის, პოლიტიკური პარტიები უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში
და შესაბამისად იქ პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია იქნება, ორივე ხელისუფლების ნაწილია იდეაში და ხელისუფლებას ისინი ახორციელებენ, ამიტომ მათ ხარეს არის ეს პასუხისმგებლობის ერთი ნაწილი. ეხლა მეორე ნაწილი მოქალაქეებსაც აქვს ერთგვარი პასუხისმგებლობა და მოქალაქეების გაძლიერებაში სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩვენ მათ შორის მეც ამ სამოქალაქო სექტორს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში აქტიურად უჭერთ მხარს როგორც ხელისუფლებას ასევე მოქალაქეებს რომ ეს ამ ინსტრუმენტების შესახებ ცნობიერება იყოს მაღალი და საზოგადოება მიცოდეს ამ ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ და მაგალითად თუნდაც გავაადვილოთ ბევრი პროცესი მაგალითად არსებობს მონაწილეობის ინსტრუმენტები თუნდაც რომელიც გულისხმობს მაგალითად 1%-ის ხელმოწერების შეგროვებას პეტიციის წარდგენა როცა ხდება საკრებულოში ანუ იდეაში საკრებულო რომელიც ძირითადად არის წესების დამდგენი ანუ ის წესებს ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განკარგავს ფინანსებს, განკარგავს ქონებას, აკონტროლებს მერის საქმიანობას ანუ ამ პროცესში მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ და მაგალითად შეაგროვონ 1% ხელმოწერები და პეტიცია დააორგანიზონ მაგალითად ქალაქის ტერიტორიაზე და ხელისუფლებას მოსთხოვონ რაღაცა წესრიგის აღდგენა, ხო? როცა ისინი თვლიან, რომ რაღაცა კონკრეტული წესები არ არსებობს და ამ წესების დადგენა მნიშვნელოვანია. იგივე ეს თემატური საბჭოები ვახსენეთ, რომ სხვადასხვა იგივე მერს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში მათი მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეების მონაწილეობა. ამიტომ პირველ რიგში მოქალაქეებისთვის ეს ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც მინდა გაუსვა ხაზი და რაღაცა ერთგვარი გამოკვეთილი იყოს ჩვენი საუბრის ამ ნაწილში არის რომ შეიქმნას კარგი პრაქტიკები და მე ამ კარგი პრაქტიკის გაზიარება მოხდეს საზოგადოებაში. აი რამდენად არის დაუშვათ ცნობილი სწორედ ეს პრაქტიკები რა შეგიძლიათ? ან მაგალითად ქუთაისისთვის რაც ახლა კონკრეტულად ქუთაისზე თუ ვიტყვით ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც კანონში არ გვაქვს, მაგალითად, ასეთი არის მონაწილეობითი ბიუჯეტირება, რაც კარგი პრაქტიკაა და ამ კარგი პრაქტიკის შექმნა მე მოქალაქეებს აძლევს мотивაციას, რომ მონაწილეობის სხვა ინსტრუმენტებსაც აქტიურად გაეცნონ. და ეს ინსტრუმენტი რატო მინდა რომ ცალკე გამოვყო, იმიტომ რომ ეს არ არის კანონით განსაზღვრული მუნიციპალიტეტს არავინ არ ავალდებულებს რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს, მაგრამ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საკუთარი ინიციატივით დანერგა და დონორების მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით დანერგა ეს ინსტრუმენტი და ვთქვი რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს და მომავალში გამოიყენოს ასევე ეს ინსტრუმენტი და ფინანსები გაითვალისწინოს. მე დასაწყისში ვახსენე პირდაპირი დემოკრატია, წარმოდგენობის დემოკრატია. ეს არის მოქალაქეებისთვის შექმნილი პირდაპირი შესაძლებლობა, რომ კონკრეტული ფინანსები, ფული, რომელიც გამოყოფილია ბიუჯეტში, ისევ მოქალაქეების გადასახადებიდან შედგენილი ფინანსები, ამ ფინანსების ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილებები. მაგალითად, წარმოადგინონ პროექტები, ამ პროექტებს მე უყარონ კენჭი და გამარჯვებული პროექტებს ხელისუფლება, თქვათ, პირობას დებს ამ შემთხვევაში პოლიტიკურსაც და სამართლებრივსაც რომ განახორციელებს. ან მოქალაქეები პირდაპირ უთითებენ რომელი პროექტების განხორციელება უნდათ მათ. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული, შეიძლება იყოს სხვა სახის პროექტი, საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა. მე როგორც ვიცი, ზუსტად თანხაზე, მაგრამ მილიონზე მეტია, შეიძლება 1.5 მილიონამდე თანხა, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტი მაგალითად წელს 2024 წლისთვის ბიუჯეტში გაითვალისწინებს იმისთვის რომ მოქალაქეებს მისცეს ეს შესაძლებლობა რომ მოქალაქეებმა პირდაპირ მიიღონ გადაწყვეტილება. იდეაში რომ ვთქვათ, ახლა ჩვენ როცა ხელისუფლებას ვირჩევთ, ბიუჯეტის 100% შეუძლია ხელისუფლებამ დაგეკმოს. ამ შემთხვევაში მერმა შეადგინოს ბიუჯეტის პროექტი, წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად და 100% ამ თანხის გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტმა, ну, რა თქმა უნდა, შეიძლება თქვას, რომ მოქალაქეებს კითხავენ თემატურ საბჭოებს შეუქმნიან, რაღაცა საკრებულოს ხდომას გავხია საკრებულოს ხდომა და განსაკუთრებით საკრებულოს ხდომებში მონაწილეობა მნიშვნელობას იძენს ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, რომ იყოს ეს რაღაცა ცნობილი ეს ფაქტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს. ეს არის
15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის შუალედ. დარბაზით მეტყველებს ამაზე. ხო, ანუ ეს 10 დღე სინამდვილეში, როცა მუნიციპალიტეტში წარდგენილია, მერის მიერ წარდგენილია საბიუჯეტო პროექტი. ხელისუფლება, ვთქვათ, რომ თქვა პირობას დებს ამ შემთხვევაში პოლიტიკურსაც და სამართლებრივსაც, რომ განახორციელებს. ანუ მოქალაქეები პირდაპირ უთითებენ, რომელი პროექტების განხორციელება უნდათ მათ. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული, შეიძლება იყოს სხვა სახის პროექტი. საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა. მე როგორც ვიცი, ზუსტად თანხაზე, მაგრამ მილიონზე მეტია, შეიძლება 1.5 მილიონამდე თანხა, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტი მაგალითად წელს 2024 წლისთვის ბიუჯეტში გაითვალისწინებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს მისცეს ეს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა პირდაპირ მიიღონ გადაწყვეტილება. იდეაში რო ვთქვა, ახლა ჩვენ როცა ხელისუფლებას ვირჩევთ, ბიუჯეტის 100% შეუძლია ხელისუფლებამ დაგეკმოს. ამ შემთხვევაში მერმა შეადგინოს ბიუჯეტის პროექტი, წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად და 100% ამ თანხის გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტმა. ნუ რა თქმა უნდა, შეიძლება თქვას, რომ მოქალაქეებს კითხავენ თემატურ საბჭოებს, შეუქმნიან რაღაცა საკრებულოს ხდომას გავხია საკრებულოს ხდომა და განსაკუთრებით საკრებულოს ხდომებში მონაწილეობა მნიშვნელობას იძენს ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, რომ იყოს ეს რაღაცა ცნობილი ეს ფაქტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს. ეს არის 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის შუალედ. დარბაზით მეტყველებს ამაზე. ხო, ანუ ეს 10 დღე სინამდვილეში, როცა მუნიციპალიტეტში წარდგენილია, მერის მიერ წარდგენილია საბიუჯეტო პროექტი, რომელიც შემდეგი 1 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ქუთაისში საბიუჯეტო პრიორიტეტებს, განსაზღვრავს ფულისა და ფულის ხარჯვის, ასე ვთქვათ, რა მიმართულებით დაიხარჯება ფული განათლებაში, უფრო მეტი ჩაიდება ინფრასტრუქტურაში, სოციალური მიმართულებით და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე კარგი შესაძლებლობა ეძლევა ქუთაისში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ამის ხარჯვაში, გამოყენებაში, მისცენ რაღაცა რეკომენდაციები ხელისუფლებას ამ კუთხით და ეს ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში რაც გულისხმობს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ბიუჯეტი, ზოგან მონაწილეობით ბიუჯეტირება ქვია, ზოგან სამოქალაქო ბიუჯეტი ქვია, ორივე ტერმინოლოგიურად არის რაღაცა პატარა განსხვავებები, მაგრამ საერთო ჯამში დაუძახოთ მონაწილეობით ბიუჯეტირება. ეს მონაწილეობით ბიუჯეტირება ცალკე გამოყოფს თანხას მოქალაქეებისთვის სპეციალურად, რომ მოქალაქეებმა რეკომენდაციები კი არ წარადგინონ ამ პროექტებზე, თვითონვე მიიღონ პირდაპირ გადაწყვეტილებები, რომელი პროექტები დაფინანსდეს. და თვითონ მოქალაქეები არიან ინიციატორებიც და მოქალაქეები არიან ხმისმიცემებიც და ეს პრინციპი ძალიან კარგ შესაძლებლობას აწვდის. როცა ასეთი კარგი მაგალითები შეიქმნება, თუნდაც ახლა იმედი მაქვს, რომ წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტი ამას კარგად გაართმევს თავს და მოქალაქეების დიდი რაოდენობა აქტიურად ჩაერთვება ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როცა მოქალაქეები უკვე გაიგებენ ამ გადაწყვეტილების მიღების რაღაცა ერთგვარ გემოს გაუგებენ დემოკრატიას. ხო, მე უკვე ეს იქნება რაღაცა საწყისი ეტაპი, საწყისი პროცესი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და როცა მოქალაქეებს, ჩემი აზრით, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მოქალაქეებს იმ შემთხვევაში უძლიერდებათ ეს мотиваცია, როცა ხედავენ შედეგებს, როცა კეჭს უკრიან, როცა წარმოგიდგენთ მოქალაქეები შეადგენენ, რომ თავის მაგალითად უბანში უნდათ პატარა სკოლის მოწყობა, ან პატარა სპორტული მოედნის მოწყობა, ან რაღაცის, თქვათ, გალამაზება, იერსახის კეთილმოწყობა რაღაცა ხო თავის უბანში. ან შეიძლება რაღაცა იყოს ნარჩენების მართვის, ან წყალმომარაგების, ან რაღაცა მსგავსი საკითხები გადაწყვიტეს, ხო, ამ ინსტრუმენტის გამოყენებით. და დაინახეს შედეგი, რომ მათ მიღებულმა მონაწილეობამ გადო კონკრეტული შედეგი, ანუ მათ მიიღეს ის მუნიციპალური სერვისი, ან გაუმჯობესეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ეს მომავალში კიდევ უფრო დიდ мотиваციას მისცემს მათ, რომ იფიქრონ ამ მიმართულებით, რომ უფრო სხვა პროექტები შესთავაზონ, უფრო სხვა ინსტრუმენტებიც გამოიყენონ, იმიტომ რომ მოქალაქეთა მონაწილეობის ეს ინსტრუმენტი პირდაპირ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, მაგრამ სხვა ინსტრუმენტები, რომელიც საკრებულოს ხდომაზე მონაწილეობას აძლიერებს, მაგალითად იგივე ვთქვით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, როცა იმ დანარჩენი თქვათ 1.5 მილიონის გარდა სხვა თანხა, რომელზეც მუნიციპალიტეტი იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში,
აი ამ საკრებულოში მონაწილეობა უკვე იმ საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა უკვე სხვა мотивაციებს გაუჩენს ასევე ამ ადამიანებს და იმედი მაქვს რომ ეს თანდათან ეს კარგი პრაქტიკები და კარგი პრაქტიკების შექმნა ქუთაისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას რომ უფრო სხვა ინსტრუმენტებიც აქტიურად გამოიყენონ. დაეწყონ თუნდაც მაგალითად 1 ნოემბრამდე არის ვადა, როცა საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის მერი წარადგენენ ანგარიშს. მათაც რო ქონდეთ мотивация რომ ახლა წარმოიდგინეთ ანგარიშის წარდგენის ვადა გაქვთ კანონით გათვალისწინებული და როცა მოქალაქეები არ ესწრებიან ამ პროცესს ან არც აინტერესებთ ამ პროცესს, ხო მათაც мотивация შედარებით ნაკლებია. რომ ასეთი ანგარიშები მოამზადონ და საჯარო განხილვები მოაწყონ და ასე შემდეგ. საკრებულოს წევრებსაც აქვთ თავისი ვალდებულებები, თუნდაც ის რომ მაგალითად წელიწადში ერთხელ ანგარიში ჩააბარონ მოქალაქეებს და საჯარო განხილვა მოაწყონ ამის გარშემო. ასევე მათ აქვთ ვალდებულება რომ იგივე სამთვეში ერთხელ ერთ რომელიმე საჯაროდ მნიშვნელოვან საკითხზე მაგალითად მოაწყონ საჯარო განხილვა საკუთარ ამომრჩევლებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც თვეში ერთხელ ერთი დღე მაინც გამოყონ იმისთვის რომ პირისპირ შეხვდეს ინდივიდუალური შეხვედრები მოაწყოს საკუთარ ამომრჩეველთან და მოისმინოს მათი რაღაცა განიხილოს მათი საჭიროებები წერილობითი თუ ზეპირი ფორმით. ამიტომ იგივე საკრებულოს წევრის ეს ვალდებულებებიც რო სრულდებოდეს კარგად და საკრებულოს წევრები გარდა წინასაარჩევნო პროცესში, როცა ისინი ხმებს სთხოვენ ამომრჩევლებს გააქტიურებულები არიან, ასეთივე აქტიურობით იყვნენ სწორედ აი ამ ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ანგარიშებს წარადგენდნენ, საჯარო განხილვებს აწყობდნენ და მოქალაქეებს პირისპირ ხვდებოდნენ, მაგ შემთხვევაში ეს მოქალაქეთა ჩართულობა უფრო მაღალი იქნებოდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ანგარიშის ჩაბარების ნაწილში იყო ამის პრაქტიკა ქუთაისის მუნიციპალიტეტში და კარგია და თქვენ ამას ადასტურებთ. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რომ გასცეთ ამ კითხვას პასუხი, უბრალოდ ჩემი ინტერესია და ალბათ ვფიქრობ ტელემაყურებლებიც თქვენ აღლისჩინეთ რომ სადღაც 1.5 მილიონი არ დავზუსტდეთ, შეიძლება ცდომილება იყოს. გაანგარიშებულია უკვე მონაწილეობითი ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში. საინტერესოა ეს პრაქტიკა ქუთაისმა დაანერგა და საქართველოს მასშტაბით გეკითხებით. თუ სხვა მუნიციპალიტეტებშიც იყო ან არის, თუ კი იყო დაუშვათ, რამდენად გაამართლა ამ პრაქტიკამ? პირველი, ვინც ეს პრაქტიკაში დანერგა, იყო მარნეულის მუნიციპალიტეტი. ეს არის რაღაც 2016-2017 წელი ალბათ. ხო, ეს არის რაღაცა პირველად ეს იყო ჩვენი პოლონელი პარტნიორების მხარდაჭერით. მერე უკვე გამოჩნდა ბევრი სხვა დაინტერესებული, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა იყო საკმაოდ წარმატებული მარნეულის მუნიციპალიტეტში და მოქალაქეებს ეს შესაძლებლობა რომელიც გაჩნდა პირველად და მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან წარმატებული პრაქტიკა იყო და შესაბამისად უკვე სხვა მუნიციპალიტეტებში დაიწყო ამ წარმატებული პრაქტიკის დანერგვა. დღეს სადღაც 15-მდე არის იმ მუნიციპალიტეტების რიცხვი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც ამ პრაქტიკას ან ეს პრაქტიკა გამოუყენებიათ, ან მე ასე ვთქვათ, ამიყენებენ დღემდე. ეხლა მაგალითად იგივე 5 მუნიციპალიტეტში ზუსტად ვიცი, რომ გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რომ გაანალიზონ წარსული გამოცდილება. აი 11 მუნიციპალიტეტში მაგალითად მე პირადად ვარ ჩართული, აი კვლევას ვატარებთ და კვლევის შედეგებს მე ვიყენებთ, როგორ გავაუმჯობესოთ ქუთაისშიც, ბათუმშიც და სხვაგან ოზურგეთში, ჩოხატაუში, სხვა მუნიციპალიტეტებში ეს პრაქტიკა. ამიტომ ეს ისეთი შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის, რომ როცა მონაწილეობა კონკრეტულ შედეგს დებს ძალიან მოკლე ხანში, ეს მოკლე ხანში დადებული შედეგი არის, რაც სტიმულს აძლევს მოქალაქეებს. გასაგებია. დიდი მადლობა. რაც შეეხება თქვენ აღნიშნეთ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები და ასევე გამოვყოთ ახალგაზრდების მნიშვნელობა სამოქალაქო მონაწილეობის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, რამდენად არის აუცილებელი და მოწყვლადი ჯგუფები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ქალები. ქალები მე არ ვაკეთებ აქ რაღაც გენდერულ დისბალანსს, მაგრამ ვიცით რომ ქალებს მაინც აქვთ თავისი სხვა საჭიროებები, რაც აუცილებელია რომ განხორციელდეს და ამის შესახებ მათ უფრო იციან. ნამდვილად გეთანხმებით, რომ საერთოდ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობაზე, როცა ვსაუბრობთ, ეს მოქალაქეები იყოფიან რაღაცა
იგივე სქესის მიხედვით განსხვავებული და მათი საჭიროებები ხშირ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ გენდერულ ბიუჯეტირებასაც კი მიმართავს, ან გენდერულად გრძნობიარე ბიუჯეტი და ჩვენ ქვეყანაშიც რამდენიმე მუნიციპალიტეტი არის ასეთი, რომელიც აი ესეთ პრაქტიკას ცდილობდა რომ დაენერგა და აფასებენ საკუთარ ბიუჯეტს გენდერულად, ანუ რამდენად პასუხობს ქალების საჭიროებებს, კაცების საჭიროებებს. იმიტომ რომ რაღაცა ეს ჩვენს კულტურაში არსებული როგორც არის დამკვიდრებული ეს პრაქტიკა შესაბამისად ყველგან არის. ამიტომ ამ შემთხვევაში გენდერულად დაბალანსებული ანუ ის ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ერთვებიან ამ შემთხვევაში ამ პროცესში გულისხმობს მოქალაქეთა სრულ მონაწილეობას და ამის მნიშვნელობას. შესაბამისად, იმისთვის რომ მოქალაქეებმა სრულად იყვნენ ჩართული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იდენტიფიცირება გავაკეთოთ, ვინ არიან ის კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც შედარებით ნაკლებად ერთვებიან. და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწორედ აქცენტი უნდა გააკეთოს აი ამ ჯგუფებზე, რომლებსაც ამის ან ნაკლები ალბათობა, ნაკლები შესაძლებლობა არსებობს. თუნდაც ახლა ახალგაზრდების აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი მონაწილეობა ამ პროცესში, იმიტომ რომ ისინი რაღაცა მომავალი თაობაა, მათი ჩართულობა გულისხმობს იმას პრაქტიკაში და იგივე შეზღუდული მქონე პირები. შეიძლება რომელიმე მუნიციპალიტეტისთვის ასევე ცალკე იყოს გამოყოფილი, შეიძლება ეთნიკური უმცირესობებია, რომლებიც ან ენობრივად თქვათ ბარიერი აქვთ ადამიანებს, რომ ცხოვრობენ ისეთ მუნიციპალიტეტში, სადაც ესე თქვათ სახელმწიფო ენაზე ვერ ახერხებენ ხო კომუნიკაციას. მათი მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაცა ინკლუზიური საზოგადოება, ხო? სადაც ყველა საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად სქესისა, მიუხედავად რაღაცა ეთნიკური კუთვნილებისა და ასე შემდეგ სხვადასხვა ნიშნისა არიან თანასწორები და თანაბარი, ხო? ამის ჩვენ კონსტიტუციით და ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებით, ჩვენი ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩვენი ვალდებულებებით, რომ ჩვენ ვქმნით, ასე ვთქვათ, ადამიანურ რაღაცა ფასეულობებზე დაფუძნებულ და ინკლუზიურ საზოგადოებას, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობის ნაწილშიც ეს დაცული იყოს. ძალიან დიდი მადლობა. აი გადაცემის ბოლოს რაღაც შეჯამება რომ მოახდინოთ, ბატონ გოგ, აი იქნებ დამრჩა რაიმე კითხვა ისეთი, რაც აუცილებლად უნდა გაჟღერებულიყო დღევანდელ გადაცემაში და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტელემაყურებლებისთვის და მოქალაქეებისთვის. პრინციპში ჩვენ სარგებელზეც ვისაუბრეთ, ინსტრუმენტები მეტნაკლებად მიმოვიხილეთ და ასევე ვისაუბრეთ იმ ჯგუფების შესახებაც, რომლებიც აუცილებელი ამ პროცესში იყვნენ შემოსული და ხელისუფლებამ არ უნდა დატოვოს მიღმა ამ პროცესის მიღმა და პირველ რიგში რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არის ის, რომ მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, რომ რაც კანონში წერია მონაწილეობის ინსტრუმენტები, თქვა ეს ახლა ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებელია მერს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ყავდეს. მერე თემატურ საბჭოებზე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ ასეთ იმას სჭირდება და აუცილებლად სჭირდება და კარგია რომ ეს გამოიყენოს. თუნდაც ის რომ მოქალაქეებს პეტიციის შესაძლებლობა აქვს, მოქალაქეებს შეუძლიათ ამ საკრებულოს ხმას დაესწრონ საჯარო განხილვებს, რომელიც ეწყობა ანგარიშის განხილვის მიზნით და არა მხოლოდ იგივე სხვადასხვა საკითხებზე. ეს მონაწილეობა საბოლოო ჯამში ქმნის ქუთაისის თვითმმართველობას. ანუ ჩვენ თუ გვინდა ვთქვათ, რომ ქალაქ ქუთაისში არის თუ არა თვითმმართველობა, როგორც პროცესი, შედგეს ეს პროცესი, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამაც და მოქალაქეებმაც და სამოქალაქო სექტორმა, რომელიც ხელს უწყობს ამ პროცესში, ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს და განსაკუთრებით აქტიურია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ ნაწილში, რომ გვეხმარება ჩვენ მოქალაქეებს, რომ დემოკრატიული საზოგადოება შედგეს. მე ვიტყოდი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს სახელმწიფო შედგეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც ხელისუფლება პასუხობს მოქალაქეთა ინტერესებს. ასეთი საზოგადოება რო შედგეს, ამისთვის პირველ რიგში განსაკუთრებული როლი ენიჭება თვითმმართველობას და მე თვითონ თვითმმართველობა რო შედგეს როგორც პროცესი, იქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა მონაწილეობას. იმიტომ რომ მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე თვითმმართველობა ვერ შედგება უბრალოდ, იმიტომ რომ ის დაემსგავსება ჩვეულებრივ მმართველობის პროცესს.
მაგრამ თვითმმართველობის ძირითადი განმასხვავებელი მმართველობისგან არის სწორედ ეს მონაწილეობის ძლიერი კომპონენტი. ამიტომ თუ ჩვენ ამ ჯაჭვს რაღაც ერთგვარად ავიღებთ, აუცილებლად მივადგებით, რომ თურმე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ყოფილა. და ამიტომ ჩვენ ქვეყანას აქვს კონკრეტული მისწრაფებები, რაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კონსტიტუციის მიხედვითაც ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა, პოლიტიკური ამოცანა დღეს განსაკუთრებით დღის წესრიგში დგას, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი რის მიღწევაც ჩვენ გვინდა და გვინდა რომ შევდგეთ ევროპული სახელმწიფო. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ შევდგეთ ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენი ევროატლანტიკური ამოცანები, წარმატებით ამ ამოცანებს წარმატებით გავართოთ თავი და შევდგეს როგორც ინკლუზიური საზოგადოება, სადაც მოქალაქეები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს გზა აუცილებლად გადის მოქალაქეთა მონაწილეობაზე და მე ამ შეჯამების ნაწილში სწორედ მინდოდა მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამესვა ხაზი ქვეყნის ევროინტეგრაციის ნაწილში და მე უკვე ევროინტეგრაციასთან რაც არის დაკავშირებული თქვათ ის ეკონომიკური კეთილდღეობის კარგი შესაძლებლობები, პოლიტიკური რაღაცა სისტემების და საზოგადოების განვითარების, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სტანდარტებზე იმას რო თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში ყველა ამ სიკეთეზე, ამ ევროპულ სიკეთეებზე გასვლის გზა გადის იმაზე, როგორ მოახერხებს ქუთაისში, ბათუმში, თბილისში და სხვა დიდ თუ პატარა ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში ადამიანები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სწორედ ამ გზით შევდგეთ როგორც დემოკრატიული საზოგადოება. დიდი მადლობა ვისურვებდი, რომ ძალიან ხშირად იყოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგისმინოთ მე პირადად და ალბათ ძალიან ბევრ ტელემაყურებელს შეექმნა ეს განცდა, რომ მათ უფრო მეტი შეიმეცნონ სწორედ ესეთი დიალოგების მეშვეობით. და მე ამოვიწერე ფრაზა, მოქალაქეთა მონაწილეობის პასიურობა ხელს უშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ეს ფაქტობრივად თქვენი საუბრიდან გამომდინარე და ამ გადაცემის არსიც სწორედ ის გახლავთ, რომ მოქალაქეებს განცდა შეექმნათ, რომ მათი მონაწილეობით შეიცვლება რაიმე, შეიცვლება რა თქმა უნდა უკეთესობისკენ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უკეთესობისკენ ცვლილება აინტერესებს და მეთანხმებით ალბათ ამაში. უღრმესი მადლობა. ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ გადაცემის სტუმარი გახლდათ საჯარო მმართველობის სპეციალისტი კოკა კიღურაძე და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აიბ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი, აიბ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშ ვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის, რომლის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაზეც დღეს ჩვენ ამ გადაცემაში ვსაუბრობდით. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ამ ფორმატით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.